მოგესალმებით ძვირფასო არხის წევრებო, დიდი სიყვარულით და დადებითი ენერგიებით, როგორც ყოველთვის გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და ვინც დილას ჩართავთ, მშვიდობიან დღილას და დღის იმ მონაკვეთს გისურვებთ მშვიდობიანს, როდესაც შენ ამ ვიდეოს გახსნი. ვიდეო აქტიურია მაშინ, როდესაც შენ ვიდეო დაგიძახებს და გახსნი, არ აქვს ვადა, სივრცეში არ არსებობს დრო, გამომდინარე აქედან, როდესაც ვიდეოს სათაური დაგიძახებს, ესე იგი, მაშინ არის ის ინფორმაცია შენთვის აუცილებელი რომ გაიგო. თუ შენია ეს ინფორმაცია თუ არა, ამის გასაგებად კი მე გავაკეთებ შენი ცხოვრების აღწერას ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში. ხოლო შემდეგ ჩვენი გაშლა იქნება თემაზე, თქვენ ალბათ უკვე იცით სათაურზე, თუმცა გაშლა ეხება რა გელოდება პირადად, რა განზრახვა აქვს სამყარო შენს პირად სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხო? ანუ ძველი პარტნიორი გიბრუნდება, ახალი შემოდის თუ აი რა ხდება. ეხლა კი ჯერ ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში მყავხართ. მოდი ვნახოთ კვერთხების დედოფალი, ხო? ამღაც ესენი მინდა და ეხლა სად დაიმალება ღმერთო ჩემო. კარგი ხა აქ რო დამეტიოს. ესე იგი რაღაცა შებოჭილობიდან გამოხვედით, თითქოს ახლიდან დაიბადეთ, ახალ გზას ადგახართ, რომელიც ჯერ ბოლომდე გახსნილი არ არის და ნახე როგორ რაღაცა სრულიად შევსებული ხართ, განახლებული ხართ, ელოდებით ბედის ცვლილებას, თუმცა აი რაღაც შორეულ პერსპექტივას ვერ ხედავთ თითქოს. ამ სიტუაციაში თვით იმპერატრიცა გამოვიდა, ნუ ახლა ჩვენთან სხვა ვინ იქნება, მოდი კვერთხების დედოფალს თავი და რა კვერთხებსო, მე აქ იმპერატრიცა ვარო, რას ველაპარაკები შენ. კვერდებათ იმპერატრიცამ გითხრა. გამარჯობათ იმპერატრიცებო, მოგესალმებით, გიგზავნით უდიდეს პატივისცემას, რა ესეთი მაგარი გოგოები ხართ. ქალი, რომელიც არის დამოუკიდებელი შემდგარი, სუფთა სულით, იცის თავის ფასი, მაგან შეცვალა თავისი ბედი ცხოვრება, აქ მიყურებს, ეს ვიდეო არ იქნება 100%-ის, ეს ვიდეო იქნება 30%-ის, მაგრამ ვისიც იქნება, ინფორმაცია იქნება 1000%-ით. აქ შეიძლება მიყურებს ქურუმიც, არ არის გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში თქვენ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ინტუიციის, თქვენი ცოდნის, თქვენი რაღაცა გრძნობების წყალობით გაიმარჯვეთ იმ ყველაფერზე, რაშიც იყავით. აი, შეიძლება ვერ გამოდიოდეთ წარსული ემოციებიდან, ვერც რჩებოდით, ვერც თქვენ აქედან გამოხვედით, გაიმარჯვეთ, შეივსეთ, ახლიდან დაიბადეთ და უბრალოდ აი გზა რაღაცა მომავლის აი ცხოვრებისეული შეიძლება რაღაცა აღიარებას ელოდებით და აი ამის პერსპექტივა არის, მაგრამ აი კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ხედავთ, ქმედებაც არის, მაგრამ აი უпростоრად ჰორიზონტზე ჩანს და აი რაღაცა ახლოს ვერ ხედავთ ამ ყველაფერს რა. თუმცა ხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება იცვლება, რაღაცა წარსული სიტუაციები, ბედისწერამ შეცვალა, სიბრაზეები და ასე შემდეგ ახალი ეტაპი იწყება თქვენ ცხოვრებაში, თქვენ გამოჯანმრთელებული ხართ, მოდი პირდაპირ გეტყვით, ხართ ვარსკვლავის ენერგიებში, რაღაცა თქვენი ოცნების ასრულების მდგომარეობაში ხართ, აი მეტი რა ვთქვა. აქ არ ვიცი, ისეთი გაშლა აქ ნამდვილად ეხა ვიღაცა თუ ტირის მართლა და ფანჯარაში ესე სახეუდებს ხელებში და ელოდება პარტნიორს, აქ მაგის გაშლა არ არის. აქ არის აი იმ ადამიანის რაღაც საოცარი ქალბატონის, აი უაღრესად მაგარი ქალბატონის, რაზეც თან კლასიკა მესაუბრება ამაზე, ნუ არ ვიცი, ბრავო. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. თუ შენია ეს გაშლა და იცანი ეს ინფორმაცია და იცანი შენი თავი, დაელოდე ინფორმაციას, გაშლისას, რას გეტყვის სამყარო. შენ, ქალბატონო იმპერატრიცა, რა გელოდება სამყაროსგან, რა გელოდება შენ სასიხარულო, პირად სასიხარულო ურთიერთობის კუთხით, მოდი ნახოთ, ხო? რა გელოდება სასიხარულო პირადი ურთიერთობის სასიხარულოს კუთხით და უკვე ამით ჩავშლი, იმიტომ რომ ისეთ მთხოვს და რაღაც საოცარ ნაკადში ვარ მოხვედრილი, მადლობა სივრცეს. ქალბატონი იმპერატრიცაზე მითხარით, რას უმზადებთ სამყარო ამ ადამიანს, ვიზეც
გამეჟღერებინეთ მისი ცხოვრება, რას უმზადებთ უახლოეს პერიოდებში, 3 თვის ინტერვალში. გამარჯობთ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ძალიან დიდ ტვირთს დაათრევდით წარსულიდან გამოყოლილი, თუმცა არ ნებდებოდით, ცდილობდით გამოსვლას შიშებიდან წარსულის, მაგრამ ცდილობდით არ მიგეხედათ იმ შიშებთან დაკავშირებით, მაგრამ თითქოს წარსულის აჩრდილი მაინც გამძიმებდათ, იცით და ეს საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, დიდი ქარცეცხლი გაიარეთ, აქ იყავით მარტოობაში, შემიძლია ვთქვა, არ იცოდით საერთოდ აი ამ სიმძიმე როდესმე დამთავრდებოდა თუ არ დამთავრდებოდა, მაგრამ ეს სიმძიმე დამთავრდა, თქვენი ქარიშხალი დამთავრდა, რაც შეეხება რა გელოდებათ, სიძლიერე გელოდებათ, აი ამას რო ვამბობ, ძალას რო ვამბობ, ხო? აქ იცი რა იგულისხმება ჩემო ძვირფასებო, ენერგია, რომელიც გაძლევთ რესურსს, გააკეთოთ ის, რისი გაკეთება შეუძლებელი გეგონათ. აი ეს ენერგია და ძალა გელოდება. ახალი ცხოვრების დასაწყებად, კი ბატონო, სადაც დიდი ხანი იზრდებოდით, მოხდა განშორება, ტკივილი, წარსულის აზრები, ფიქრები და აი აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად გეძლევათ ეს ძალის ენერგია რა სფეროში. ბედი იცვლება აქ, რაზეც ახლა მერყეობთ, მარტოობაში ხართ, რაღაცას ელოდებით და აქ კარმა ინგრევა, როგორც ასეთი თქვენ გამარჯობათ, კი ბატონო, აქ აი სიტუაცია, რომ კარმული დაუშვათ, აი სექსუალური ურთიერთობა დავიწყო, ვიდე არა, აქ ეს ქალმა რადიკალურად გადაწყვიტა თავის წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ არ მიყურებს მე ქალი, ვისაც მარტო აინტერესებს შეხვედრები და რაღაც ეს სისულელეები, ხო? ვიღაც აი აქ ყოველ შემთხვევაში ეგეთი ადამიანი თორე სისულელი რატოა, ხო? ყველასთვის თავისებური ცხოვრების წესია, ნორმა და მივესალმები კაცო. უბრალოდ აქ თითქოს ადამიანს აღარ ჯეროდა, რომ როგორ რაღაცა იცი, ასეთი ურთიერთობის დაწყების, განვითარების მერე აღარ სჯეროდა და ამიტომ კაფიოთ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანუ მე ამას შევცვლი, სულ რომ მარტო მომიწიოს ყოფნა და იყავით კიდეც მარტო, მე ასე აღარ ვიცხოვრებ, მიიღო გადაწყვეტილება. კარგით და აქ უბრალოდ ისტორიას ჩამიშალეს მიყვებიან, მოდი ახლა აქ რა ელოდება პირად სასიყვარულო ურთიერთობაში. როგორ რაღაცა ფინანსებში გელოდებათ რაღაც ზღაპრული პერიოდი და იმაში რა ქვია, სასიყვარულოში გეკითხებით. აქ ვიღაცას ფინანსები ძალიან აწუხეთ და სასიყვარულოში ნახეთ, თქვენ მაქსიმალურად თქვენ სამუშაოზე იქნებით გადართული. აქ თქვენი რა გელოდებათ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ამ ურთიერთობაში, რაღაც ახლა სასიყვარულოს მივყვებით, ამ ურთიერთობაში რაღაცა სიახლე შემოვა კომუნიკაციის კუთხით, სადაც თქვენი აი აღიარება იქნება, თითქოს აი გამოდიხართ რაღაცა იდუმალი პოზიციიდან, იცით, გამოდიხართ იდუმალი პოზიციიდან, რაღაცა სანერვიულო შეგხვდებათ ნამდვილად ამ ურთიერთობაში, ცოტა შეგეშინდებათ გზის არჩევის, რომ პირობითად ეს კარმული არ იყოს, გამიგეთ, მაგრამ აქ ისე მირჩევნია მარტო ვნახე შიშია აქ, რომ წარსულიდან გამომდინარე, რომ ღმერთო ისევ რაღაცა დამთავრდეს, ეს კარმული არ იყოს, მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი წარსულში რჩება და მაღალი ძალები აქ გეუბნებიან, რომ ეს არის, რა ქვია, რას მიყვებით აქ? ეს რა არის? ვინ ბრუნდება? წარსულიდანაც ბრუნდება ვიღაცა. ვიღაცასთან წარსულიდან ბრუნდება ადამიანი. კარმული პარტნიორი.
და ისევ შიშებში იქნებით ამ ურთიერთობის განახლების. აქ გეუბნებიან, რომ თქვენ თუ ამ ურთიერთობას გააგრძელებთ, ხო, დისბალანსურად, აქ დისბალანსი დაამთავრეთ. თქვენ თუ ამ ურთიერთობას გააგრძელებთ ისე, რომ ვერ გაიგეთ გაკვეთილი, აქ ისევ გექნებათ რაღაცა ისა თანაცხოვრებასთან დაკავშირებით პრობლემები გექნებათ, გამიგეთ. ამიტომ ახალ ეტაპს სანამ დაიწყებთ, ჯერ ამ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება რა უნდა, როგორ უნდა, ვინ უნდა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ვიღაცა ახალ ურთიერთობაში გადის საერთოდ და ახალ ურთიერთობას იწყებს, რომელიც არის, ასე ვთქვათ, საჩუქარი, იმიტომ რომ ვიღაცამ გაიარა კარმა და გამოჯამრთელებული გადის ახალ ეტაპზე, აღიარებულ ეტაპზე. კარგით, ახლა მოდი ესე რო არ გამოვიდეს, რომ ვიღაცამ ესე, ვიღაცამ ისე, ხო იცი, არ მიყვარს ესე ზედაპირული ინფორმაციები, მე მინდა ვკითხო. მოდი მე ამას ვკითხო. თქვენ მაჩვენეთ, რომ აქ არის იმპერატრიცა. ანუ რას გულისხმობთ აქ წარსული ურთიერთობა უბრუნდება ამ ადამიანს კარმის გადამოწმების კუთხით? წარსული ურთიერთობა უბრუნდება თუ არა აქ ამ იმპერატრიცას? ნახოთ ჯერ ეს. ვიღაცასთან ნამდვილად ბრუნდება ახალი ადამიანი ოჯახის შექმნის მიზნით, იმიტომ რომ უთქვენობა ამისთვის არის ძალიან მძიმე, მაგრამ ვერ ძლებს უშევით თქვენოთ, და თქვენს ნერვიულობთ ამაზე სიმართლე გითხრათ, აქ როგორ რაღაცა იცი, აქ ქალს დააყენებენ არჩევანის პოზიციაში, აქ ძირითადი ქალბატონების რაოდენობა გადის ამ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ იფიქრებს ეს ადამიანი კი შემოგთავაზებთ სერიოზულ ურთიერთობას, მაგრამ ან ვიღაცასთან თუ ეს მამაკაცი არის ცოლიანი, იცოდეთ, რომ ისევ იგივე ფორმატში უნდა ურთიერთობის განახლება. ამიტომ გეუბნებიან, რომ გააკეთე არჩევანი საკუთარ თავზე, საკუთარ სულზე და გადი ამ სიტუაციიდან. და ვისთანაც ცოლიანი არ არის ეს ადამიანი, ფიქრობს ნამდვილად თქვენთან თანაცხოვრებას, უბრალოდ თქვენ ფიქრობთ, რომ როგორც წარსულში იქცეოდა ეს ადამიანი, ისევ ესე მოიქცევა და გადადიხარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. და საბოლოოდ რჩევა სამყაროსგან თქვენ რას გირჩევთ სამყარო, ვკითხოთ. რას გირჩევთ სამყარო? ჩემო ძვირფასებო, აქ მამაკაცი გიბრუნდება წარსულიდან, თქვენ სამყარო გეუბნება, დიდხნიანი პაუზა, შეიძლება ერთწლიანი პაუზაც იყო. აქ შემოდის შეტყობინება, მამაკაც უყვარხართ, მაგრამ აი, როგორ რაღაცა იცი, უბრალოდ ეს ადამიანი ახლა ჯერაფერს არ აკეთებს, მაგრამ უეჭველი მოგწერთ. ან თუ მოწერილი აქ გირჩევენ, რომ ისა რა ქვია, ეს ადამიანი თავის ოჯახს მაინც არ დატოვებს, როგორც წარსულში იყო, ისევ ისე გააგრძელებს და შენ გეუბნებიან, რომ შენ არ იცი რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო, აქ გეუბნებიან, რჩევა არის ის, რომ ეს დიდხნიანი პაუზა იყო შენთვის, იმიტომ რომ სულიერი ევოლუცია გაგიარა და არჩევანი გააკეთე, გადი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ბედი შენსკენ არის, აირჩიე შენი თავი და შეცვალე შენი ცხოვრება და იქ უკვე სამყარო გამოგიგზავნის აუცილებლად სიყვარული.
სიყვარულს, კი ბატონო, უბრალოდ ჯერ მანამდე შენ განურდი იქიდან, რომ ეს ნაბიჯი გადადგი, ვერც ამჩნევა სამყარო რამ ხელაზე გიწვდის თავის ხელს, ასე ვთქვათ. ამზადებს სამყაროს აქ შენთვის გამზადებული სიხარული, მოდი ასე ვთქვათ, უბრალოდ შენ გადაწყვეტილება მიიღე, იცი რაც უნდა გააკეთო, გადადგა ნაბიჯი, მაგრამ არ დგავაგეუნებიან, რომ განულე შენ წარსული ცხოვრება ამ სიბრაზეების და ამ ყველაფრის გარეშე, იცი და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, აგერ აგზავნის მერე სამყარო იმას და ისეთ სიტუაციებს, როგორიც უნდა შემოაგზავნოს. ნუ არჩევანი თქვენზეა, აქ პირველი მოდიოდა არჩევანი თქვენზეა, თუმცა სამყარო მაღალი ძალები გეუბნებიან, ეს გელოდება მაგასთან, ეს გელოდება სხვა ცხოვრებაში. დანარჩენად ეხლა თქვენ უკვე ტვინში ჩაწერილ პროგრამას, რომელსაც მიჩვეული ხართ, არის კომფორტის ზონა ბრჭყალებში და ამ დროს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მტკივნეული და გირჩევნიათ იქ იყოთ და არ გამოხვიდეთ, ეს უკვე თქვენი არჩევანია. თუმცა თუ გინდა რომ შენი ახლანდელი და ეს პერიოდი შეიცვალოს, აუცილებელია მიიღო ამისთვის გადაწყვეტილება, ჩემო ძვირფასო. ხოლო არჩევანი ხო ყოველთვის ჩვენზეა. როგორ არჩევანსაც გავაკეთებთ, ზუსტად ისე იქნება ჩვენი ცხოვრებაც. ღმერთი გვთავაზობს ამ გზასაც. მიყვარხართ ძალიან, გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გისურვებთ მზეს თქვენს სულში.